საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების პირველი თემა არის, რა თქმა უნდა, ირან-ისრაელის ომი და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც, ჩვენი აუდიტორიისთვისაც გამომდინარე იქედან, რომ ეს ომი უშუალოდ ჩვენი ქვეყნის უახლოეს საზღვრებთან ხდება, ჩვენთვისაც ეს საინტერესო არის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა არის. ამიტომ დღესაც მინდა ამ თემასთან დაკავშირებით გესაუბროთ. წუხელი ღამით ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია, ძალიან ავტორიტეტური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიმდინარეობდა შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების საბჭოს შეკრება და ტრამპს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ჩაერთვებოდა თუ არა შეერთებული შტატები ომში. გამოითქვა აზრი და წყაროები აცხადებდნენ ინფორმაციას, რომ დღეისთვის უკვე ტრამპს უნდა მიემართა მსოფლიოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ამერიკელი ხალხისთვის მიმართვა უნდა გაევრცელებია. ახლა ეს ჭორის დონეზე მარტო არ იყო, იმიტომ რომ სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, გარდა იმისა, რა დაძაბულობაც მიმდინარეობს ირანს და ისრაელს შორის, ამ ყველაფრის ნიშნები შეიმჩნეოდა. პირველ რიგში ეს იყო ამერიკული ხომალდების გადაადგილება სპარსეთის ყურეში, ბაჰრეინიდან, სადაც ბაზირებული არის მეხუთე ფლოტი, გამოვიდნენ და შეუერთდნენ ბრიტანული ხომალდების დაჯგუფებას. ასევე ჩანდა ნათლად რუსეთს და ამერიკას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც ბოლო პერიოდში იქნა დაწყებული ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ. ამერიკელების მოთხოვნით იქნა უარყოფილი და გავიდნენ მოლაპარაკებიდან, ანუ დარჩნენ იმ დაძაბულობის ფონზე, რომელშიც არიან. განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ ამერიკის დაზვერვის შეფმა, რომელმაც ყველაზე მეტი უკეთ იცის რა ხდება ირანში და ირანის ტერიტორიაზე, ყოველ შემთხვევაში აი ამ ქვეყნებიდან, დასავლეთის ქვეყნებიდან განუცხადა პირდაპირ ტრამპს და მის გუნდს, რომ ირანი არ ქმნის არანაირ ბირთვულ ბომბს, ამის მტკიცებულება არ არსებობს. მაგრამ ტრამპმა ამ ყველაფერს ყური არ ათხოვა, არ მაინტერესებს რას ლაპარაკობსო და საერთოდ შეხვედრა უსაფრთხოების საბჭო დაზვერვის შეფის მიწვევის გარეშე ჩატარდა. ებრაული საინფორმაციო წყაროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ დღეიდან უკვე ამერიკელები უნდა ჩამოიყვნენ ომში. ახლა იქ ადგილზე როგორც ებრაული მხარე, ისე ირანული მხარე, ორივე ერთმანეთს აპოკალიფს პირდებოდა. და ამას უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე ხდებოდა. სულიერი ლიდერი აცხადებდა ამ ყველაფერს და ისრაელის მხრიდან თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი და ერთმანეთს დედაქალაქის დაცლას თხოვდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, ვითომ ძალიან დარდობენ ახლა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ახლა ტრამპის როყიანი განცხადებები არავის არ უყვირს, განაცხადა, რომ ჩვენ ვიცით, სადაც არის იმალება ირანის სულიერი ლიდერი და ჩვენ კეთილნებას ვიჩენთ, რომ ლიკვიდაციას არ უკეთებთ მას, თუმცა ლიკვიდაციას გაუკეთებთ, რადონის დებილი უნდა იყოს ახლა ადამიანი, რომ სულიერი ლიდერი, რომელიც არის ირანის სულიერების და რელიგიური სახელმწიფოს ლიდერი, იგი სიკვდილით შეაშინა. მაგრამ დებილიზმის პიკი მორწმუნეებს სიკვდილში შეაქვთ განსაკუთრებით, არ მეკვირს ნამდვილად. იქამდე
ის მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ ბირთვულ პროგრამაზე, მათ დაუსვეს კითხვა პირდაპირ ეთერში მაშინ თავის დროზე, რომ არაერთი მეცნიერი იქნაო ლიკვიდირებულიო და თქვენცო რამე მოგივიდეთო, რას ფიქრობთო და მე რა მოხდა ახლა? სიკვდილია, ადრე თუ გვიან გარდაუვალი ამბავი არისო და მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და გავაკეთებ. ამიტომ ამ ხალხს ვერ გაუგია, ეს ხალხი ვერ ხვდება, ვერ აზროვნებს რა სახელმწიფოსთან აქვს საქმე. ბრიტანეთის საკმაოდ დიდი თანამდებობის ყოფილი პირი ექსპერტი მართლა ცოდნი ადამიანი გამოვიდა, მოუწოდა როგორც ბრიტანეთს, ისე შეერთებულ შტატებს და საზოგადოებას, რომ სისულელი არ ჩაიდინონ, არ გაბედონ, ცხვირი არ შეყონონ ირანში, რადგან ირანი ეს არ არის არც ღაზა, სადაც უიარაღო ხალხს ბომბავდნენ, ირანი არ არის არც ერაყი, ირანი არ არის არც ავღანეთი. ირანი არის ირანი, ეს არის ძალიან დიდი და საშიში ქვეყანა, რომელი ქვეყანაც დაღუპავს, რომლის ინტერვენციაც დაღუპავს შეერთებულ შტატებს და დასავლეთ ევროპას. აბსოლუტურად ყველაფერი იმას მოასწავებდა, რომ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, თუმცა ახლა ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ ის რა პროგნოზირებაც იყო, რომ დღეს ეს მოხდებოდა, თუმცა არავინ იცის ახლა დღეს თუ არ მოხდა, ხვალ არ მოხდება და ასე შემდეგ. არ ჩანს მაგის არანაირი პირობა, უფრო მეტიც როგორც ვრცელდება ინფორმაცია, დაბომბები ერთი და მეორე მხრიდან წვრილ არ იყო ისეთი რაღაცა მასირებული, როგორც აქამდე ყოფილა. და არ ვიცი რა, მოკლედ აი ესეთ დაძაბული მდგომარეობა არის ჩვენს რეგიონში. გახდა უკვე ღიად ცნობილი, რას ითხოვს ისრაელის ხელისუფლება, რას ითხოვს ნეთანიაჰუ და თავისი ეს ყევერები, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ჩაერთოს ამ ომში, რადგან ისრაელი რეალურად, იმიტომ რომ ეს შეუძლებელი იყო თავიდანვე იცოდა ყველამ. არც ერთი არ ხიარდებს სრულ სიმართლეს, მით უმეტეს ომის დროს მსგავსი ინფორმაციები განსაკუთრებულად იფილტრება და კონტროლდება, ამიტომ არ არსებობს რომ რომელიმე არხმა ზუსტი ინფორმაცია მოაწოდოს ერთი მხარეც, მეორე მხარეც, ვიღაცას ახლა საქართველოში ამერიკელების და ებრაელების ფულზე როზიან ეს ტევ პირველები და ეს ჭუტავიზიები და ეს რუსთავიორები და ესენი, ამას რა თუნდა ლაპარაკი, ახლა ისინი რა ინფორმაციას დადებენ, ჩვეულებრივ ომის პროპაგანდას ეწევიან ერთი მხრიდან მეორე მხრიდან, იქ სხვა რაღაცას ავრცელებს და საერთოდ მსოფლიოში ინფორმაციის სერიოზული პრობლემა აქ არის ერთი რაღაცა, რომ ინფორმაცია უნდა იქნას ამ დროს 3-4-5 წყაროთი გადამოწმებული, უნდა იქნას განხილული და თუ კი ის რეალობა არის გავრცელებული, ამის შემდეგ უნდა იქნას ანალიზი გაკეთებული და შეიძლება აზრი გამოიტანო ადამიანმა რეალობაში რა ხდება, თორემ ომის დროს სიმართლეს არავინ არ ამბობს. ყველა არის ერთი მხარე და მეორე მხარე არის თავის პროპაგანდაზე, რომ ასეთი არ ყოფილა. ყველა მის სისუსტეებს მალავს და მოწინააღმდეგების დანაკარგებზე საუბრობენ ძირითადად. შემდეგ ომის რომ თავდება, მერეც რთული ხდება საერთოდ ინფორმაციის გაგება რეალურად რა დროს რა ხდებოდა. არავინ იცის, ამბობენ რომ ირანელებს თვითმფრინავი აქვს ჩამოგდებული, პილოტები ყავთ აყვანილი ტყვეთ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად ეს გავრცელებული ინფორმაცია და დადასტურება ნაკლები არის, რაღაცეები გამოჩნდა ინტერნეტში, რაღაცეები არ ჩანს, მოკლედ არავინ არ იცის რა, ამიტომ ინფორმაციის 100% დაყრდნობა, რომ ერთი მხარე და მეორე მხარე რაღაცას სიმართლეს ავრცელებს, ცოტა ძნელია. საინტერესო იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელი მოვლენას უშუალოდ გვეხება ჩვენ, რომლის გაჟღერებაც მოხდა რუსულ არხზე ჩართული იყო ირანელი ანალიტიკოსი, ირანის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ ახლა, თუმცა არა პრობლემა, ORT-ზე იყო ეს გადავაწყდი ინფორმაციას, სადაც ამ ანალიტიკოსმა
ანალიტიკოსმა გამოაცხადა ის, რომ საქართველო თანამშრომლობს ისრაელთან და მას აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას, რაც ეხმარება ისრაელს კოორდინაციაში. სამართლიანობისთვის აღსანიშნავი არის, რომ მარტო საქართველო არ ყოფილა ამ კონტექსტში ნახსენები იყო თურქეთი და ნახსენები იყო აზერბაიჯანი. რომ ისინიც თანამშრომლებენ ისრაელის სამსახურებთან, რომ ირანს მაქსიმალური ზიანი მიადგეს. ახლა ესეთი რაღაცეები შემთხვევით არ ჟღერდება ისე. ესეთი რაღაცეები, ეთყობა არსებობს ინფორმაცია რაღაც თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მე მინდა გაგახსენოთ, რომ ძალიან ცუდად დაემთხვა დროში და სივრცეში ამერიკელი სენატორების ჩამოთხრება საქართველოში ბოლო დროს, რომლებიც შეხვდნენ ქოცებს, დიდი სიყვარულით და ჩახუტებით და თურმე ურთიერთობების გადატვირთვა მიმდინარეობსო და ასე შემდეგო. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ საუბარი შეეხებოდა ამ ომს, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეს არ ახალი არის, რომ ამერიკელები ომის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიას განიხილავდნენ სამხედრო საჰაერო სივრცის ამბავში და საქართველოს ტერიტორიაზე ჰქონდათ მათ გეგმა განსაკუთრებით ვაზიანის აეროპორტზე ამერიკული საავიაციო პოლკის დისლოცირების, თუმცა ეს შეჩერდა ეს ამბავი. ასევე მათი გეგმები თავის დროზე სააკაშვილის მიმართ ჰოსპიტალიზაციის პროგრამას საქართველოში ითვალისწინებდა, რომ ზურგის საკითხი ყოფილიყო ახლოს, საქართველოში ყოფილიყო სამედიცინო საკითხი, დაჭრილების და დაღუპულების ლოგისტიკური ცენტრი, ასე რომ ვთქვათ, ამიტომ ეს გეგმები არსებობდა საქართველოსთან მიმართებაში და არ გამოურიცხავ ნამდვილად არ გამოუცხავ, ხა მოუწოდებ ქოცებს, აი ამ ჩლუნგებს, აი ამ დებილებს, რომლებსაც ამ რთულ მომენტში მოუწიათ ქვეყნის მართვის მისია, არ გაბედოს რომელიმე. არ გვაინტერესებს რა ეს მაკალილა, ესე ტერორისტული ქვეყნების ხელში არსებული ბირთვული ბომბი მსოფლიოს უქმნის წესრიგს და ეს რაღაცა ისეთი რა ქვია, ებრაული ბოდუები არ გვაინტერესებს აქ რა. არ გვაინტერესებს ეს. იმიტომ არ გვაინტერესებს შემოგარგო, რომ ფაქტია ის, რომ ირანი უკანასკნელი 200 წლის მანძილზე არსებობის მანძილზე არავის არ დასხმია თავს. ისრაელიდან და შეერთებული შტატებიდან განსხვავებით, რომელიც სულ 247 წლისაა და 247 წლიდან 19 წელი იყო ისეთი, როდესაც არ ომობდა. და მისი ომების 99.9% ყველა იყო შემტევითი, დაპყრობითი ომები. და ბირთვული იარაღიც გააჩნია და ქიმიური იარაღიცაა გამოყენებული მის საზღვრებს გარეთ და გადაკოთებული აქვს ქვეყანა. არ გვინდა რა ისა რა ქვია აფირისტული ლაპარაკი. ძალიან კარგად გვახსოვს და ძალიან კარგად ვხედავთ როგორი მასობრივი განადგურების იარაღი ქონდა თურმე ჰუსეინს ხელში, რის გამოც დაამხეს, მაგრამ ეს იყო მოტივი. მოტივი იყო ეს ყველაფერი. მოტივი იყო იმის, რომ ახლო აღმოსავლეთში არ უნდა ყოფილიყო ძლიერი ქვეყანა, რომელიც არ კონტროლდებოდა. და არ იყო ის ფეხქვეშ გამგები ამერიკის და არ იყო ისრაელის ფეხქვეშ გამგები, ისე როგორც არის არაერთი არაბული ქვეყანა, არ მინდა ახლა მაგაცი საუბარი, ყველა მიცის ვინაა და როგორაა. და ეს იყო ისრაელის შეკვეთა, ეგომი, არანაირი ბირთვული ბომბი არავის ისა და არც ის არ უნახია ქიმიური იარაღი, არავის არ უნახია იმის ხელში, რა ქვია და ბაქტერიოლოგიური იარაღი. კოლინ პაუელი რო აფრიალებდა ემაზე, გაეროს ემაზე, თუ ყველაზე დიდი ტერორისტული ქვეყანა, რომელიც არის მსოფლიოში, ისრაელი და შეერთებული შტატები, რომლებსაც არც გაეროს სანქცია აინტერესებს, რომელსაც არც საერთაშორისო სამართალი არ აინტერესებს, რომელსაც არანაირი საერთაშორისო ნორმა არ აინტერესებს, თუ მის ინტერესებზე დგება საქმე, არღვევს ისე როგორც უნდა, აკეთებს ისე როგორც უნდა.
და ესა ისტორია და ესა სტატისტიკა და არ წუნებენ ხალხს იმაში, რომ თურმე თვითონ არიან დემოკრატიულები. მაგარი დემოკრატიულები არიან იმაზე. გუანტანამოს ბაზაზე განსაკუთრებით. სასამართლოს და იმის გარეშე, რა ქვია, გამოძიების გარეშე ყავდათ იმდენი ხანი დატყვევებული ხალხი. გამომივლიან აქ ეს აფირისტული ხო ვერ ამოვიდა რა იმგენიდან. იქნება ახლა ვიღაც ქართველი ებრაელი და დამიწყებს იმის, რა ქვია, ლექციების კითხვას, როგორი მეგობრები და ძმები არიან თურმე ჩვენი. წადვიძია მიხედე შენ საქმეს რა. ეს ამ ქართველ სირებზე ცალკე არ მინდა ლაპარაკი რა, უკვე დავიღალე უკვე მესამე დღე არის რომ ვეუბნები ბიჭო, არა თქვენი საქმეა, რა გიხარიათ, გვევად მყოფებო, რა გიხარიათ. ის რომ შეიძლება მოხდეს უბედურება ირანში, რომლიდანაც წამოსული რადიაცია გაანადგურებს ქვეყანას, საიდანაც წამოსული დევნილები წალეკავს ქვეყანას. ეკონომიკაზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი 200 ბარელზე რო ავარდეს ისა ნავთობი როგორ გააგრძელებთ ერთი ცხოვრებას ისედაც არარსებული ეკონომიკის პირებში ძალიან ისა რა ქვია ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ სამაგიეროდ ებრაელებს და ამერიკელებს რო გაუსწორდება და ერთმა დებილმა იგი მითხრა, სამაგიეროდ შაჰიდებს ვერ დაამზადებს რუსეთი, ისა ირანი და ვერ მიყიდის რუსეთს. ისიც არ იცის ამ დებილმა, რომ ირანი არ აწვდის შაჰიდებს რუსეთს. პირველი პარტია მიაწოდა, მის მერე ჩასული იყვნენ სპეციალისტები, შეისწავლეს ტექნოლოგია და შაჰიდების წარმოება ხდება რუსეთში. ეს არის დებილმა ავატყობმა. ოღონ უკრაინაში მოხდეს რამე, ოღონ იქ მოხდეს რამე, მისი ქვეყანა ფეხებზე კიდიათ. ეს დედამოტყუნები ერთ წამში დაანგრევენ ქვეყანას კი არა, იმათ ჯარს ჩაეწერებიან ქვეყნის გასანადგურებლად. ირანი თავს ესხმის ისრაელს, დაგეყენებიათ ტრაკი, მჯდარიყავით თქვენ ტრაკზე და არავინ არ გესხმოდათ თავს. ეს თუ სიმართლე გინდა ასია. შეუვარდით და დაუწყეთ, დაბომბა თავზე გადაგისვებთ ხელს, ხო? კაი, კაცო ტრაკზეც ხო არ გაკოცებენ, კიდო? ერთი თქვენი ბირთვული ბომბი საიდან აგავთ? რატო შექმენით? ვინ ახართ რო გაქვთ ბირთვული ბომბი? რატო არ ხდება ისრაელის ბირთვული იმის, რა ქვია, ობიექტების მონიტორინგი? რატო არ უშვებთ არც ერთ იმას, რა ქვია, დამკვირვებლებს? რატო გაქვთ ებრაელებს ბირთვული ბომბი? ვინ მოგცათ მაგის უფლება? და ამათმა უნდა გადაწყვიტონ, თურმე რომელ ქვეყანაში რა იქნება, როგორ იქნება, რანაირად იქნება. წადივიძი არა, ესა ხართ რჩეული ნაცია ხართ, ხო, თქვენ ღმერთის რჩეული ნაცია ხართ და პირველი ხარისხის ხართ და სხვა მეორე მესამე ხარისხის ნაციები არიან. მარტო ერთ წელიწად ნახევრის მანძილზე 14500 ბავშვის ცოდვა გადევთ. კანიბალი ისინი რო დაგიწყებენ აქ უფლებებზე ლაპარაკს. ერი რომელიც თავის დროზე ბიუხენვალდში და იმაში იყო გამომწვარი და იგი სხვას უკეთებს უარეს. და გამომივა აქ. ხო არ დაგღმერთო დაალოცე ისრაელი ხო არ ვიზახო. ხო აი შაჰაბასი რო იყო და აი ისა რა ქვია აღამაჰმად ხანი რო იყო და კიდე გახსოვს ვინმე? მეტი არა ჯემტერი. არავის არ ვამართლებ მე კისერი გიტეხიათ თქვენს და ირანელებს. თქვენ ტრაკის საქმე არა, რომელი ქვეყანა რას გააკეთებს რა. რომელი ქვეყანა რას გააკეთებს, ეს თქვენი საქმე არა. დაეტიეთ თქვენ ტყავში და არავინ არ გჭამთ. არავინ არ დაგსხმიათ თავს, თქვენ დაესხით და ღებულობთ პასუხს. რომლის გამძლეობის ტრაკიც არ აგავთ. და გინდათ სხვა ქვეყნები ჩართოთ ამ ყველაფერში. ბოდიში და მოისაქმოთ სხვაგან და თქვენმა მოსაქმებულმა აყროლოს მთელი მსოფლიო. დევნილების ნაკადი იქნება, რადიაცია იქნება თუ ეკონომიკის უბედურება იქნება. სამაგიეროდ თქვენ იქნებით ბედნიერად. შალომ ისრაელს რატო არ ვიძახი? ეი შენ პატრონ შენსას. მოვიდნენ ყელში მართლა ესენი? ბიჭო, თვითონ არ აქვს ახლა ტრაკი გამკლავების, გააღვიძეს ის დაბუდებული ლომი. ახლა არ აქვს თვითონ გამკლავების ტრაკი და ახლა უნდათ სხვა ჩართონ ამ ყველაფერში. განაგონიათ თვითონ არ იცოდნენ? ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ესენი ამას ვერ გაუმკლავდებოდნენ. არსებობს ბირთვული სადგურები, რომლებიც მიმოფანტულია ირანის ტერიტორიაზე, სადაც ხდება გამდიდრება ურანის, სადამდე უბრალოდ ვერ მიფრინავს ფიზიკურად.
ისრაელის ავიაცია და რომც მიფრინდეს, რომც დაბომბოს, არაფერი არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ. ბიჭო, შაჰაბასს და ისტორიას რო იხსნა, ახლა მომისმინეთ წუთი. შაჰაბასი თუ ესხმოდა საქართველოს თავს, იყო დრო, როდესაც საქართველოს იყო ძლიერი და ირანს ესხმოდა თავს. იპყრობდა თავრის, იპყრობდა ყაზვინს და უარეს აყენებდა. ეს ყველა ქვეყანას ადრე თუ გვიან ერთმანეთთან აქ ნაუმარი. ეს თქვენ არა გაქვთ არავისთან ნაუმარი, იმიტომ რომ თქვენი სახელმწიფო მიატოვეთ 3000 წელი უპატრონოთ დაყარეთ და მერე სანამ სტალინმა არ შეგიქნათ, ხან ერთ შეეზავეთ, ხან მეორე შეეზავეთ. ხო და 26 საუკუნის მანძილზე საქართველოში რო იყავით შემოზავებული და შემოფარებულები, 26 საუკუნის მანძილზე საქართველოს ისტორია, ომების ისტორიაა და თითო საუკუნეში 10 ომი მაინც მომხდარა. თითო საუკუნეში 10 ომით უმეტი არა. და 26 საუკუნეს საქართველოში ცხოვრობდით. ამდენი ომი და უბედურება მოხდა და ერთი ებრაელი გმირი რატო არ აყავს ამ ქვეყანას? ერთი გამაგებიეთ. გამაგებიეთ ერთი ვინმე 26 საუკუნის მანძილზე ერთი ებრაელი გმირი თავგანწირული ქართველისთვის. რას ევალდებულებით ამ ქვეყანას და რას ავალდებულებთ ამ ხალხს? ვინ ახართ და მიკითხავს საქართველოს ისტორიას. შენი ქვეყნის ისტორია ისწავლე, შენი. და თქვენ რაც მოისაქმეთ საქართველოსთან მიმართებაში 2008 წელს როგორ ხასავით გაყიდეთ საქართველოს და ჩაიხუტეთ რუსებს. კოდებიც მიეცით, იარაღის მოწოდებაზე ვარი გითხარით და ისა რა ქვია, კიდე წაგებულ ქვეყანას 25 მილიონი იმაში რა ქვია, თქვენ სასამართლოებში მოუგეთ და ფული ჩაიდევით ჯიბეში. ამაზე გამეცი პასუხი. ამაზე გამეცი პასუხი. და იქ სოხუმში იყავით ჩასული და იმას რა ქვია აფხაზებს აპირებდით კიდე იარაღის მიწოდებას და აღიარებას და იმას პირდებოდით. და გავიწყდათ და არავინ არ ამბობს იმაზე რომ 10,000-ობით ქართველი რო ჩამოდიოდა ისრაელში როგორ ექცეოდით. მუშად ჩამოსული ქართველი, მუშად. მუშად, როგორ ამცირებდით, როგორ შეურაცხყოფებს აყენებდით. ოდიშ რაღაცა ინტერნეტის პრობლემებია, იყო ძალიან შეწუხდე. ხო და იმას ვამბობდი, რომ თვითონ ამათ ტრაკი არ აქვს, რომ იქაობა დაანგრიო. იმიტომ რომ ეს ფორდის მიწისქვეშა ისა რა ქვია ბირთვული სადგური არის დაახლოებით 90 მეტრი მიწაში. 90 მეტრი მიწაში. და იმის ქვემოთ არის უკვე შეჯავშნული, უკვე იმის ქვემოთ ხდება ურანის გამდიდრება და ასე შემდეგ. ისრაელს არა აქვს ამის საშუალება. რუსების ტრაკში თქვენ რო იყავით შემძვრალი 2008 წელს და 2008 წლის ომის მერე ისე არავინ ყოფილა. ხო და იყავით, გქონდეთ თავი შეყოფილი და იყავით თბილად. ხო. არაფერს ვამბობ იმ თქვენ ებრაელებზე, ქართული ჯარი რო გაძარცვეს კეზერაშვილების და იაკობაშვილების და ამათ თავადო. გამომივიდა აქ ეს ძმა 26 საუკუნოვანი თუ და. აი რუსეთის ტრაკში თქვენ იყავით შემძვრალები. კი ბატონო, ასე იყო, ასე გეკუთვნით, ლაპარაკი და ასე გელაპარაკებით. როდესაც საკუთარ დანაშაულს და საკუთარ ღალატს არ აღიარეთ. თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ, ხალხო? თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ? ღმერთის მოღალატე ხალხს რა უნდა გელაპარაკოთ? ერთადერთი ბომბი, რომლითაც შესაძლებელი არის იქნას დაზიანებული ეს სადგური, ეს აქვს ამერიკელებს. არის 14 ტონიანი ბომბი, რომლითაც არის შესაძლებელი დაინგრას ან დაზიანდეს ეს სადგური, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უკვე არავინ არ იცის დაზიანებული მიწისქვეშა სადგურიდან ამოფრქვეული რადიაციის რაოდენობა, რა იქნება, როგორ იქნება და როგორ დააქცევს ირგვლივ სამყაროს და ქარის საერთოდ დაუბერავს, იქეთ წაიღებს და წამოიღებს. აი ამაზე არიან ესენი მისულები, მათ რომ აი ეს უბედურება გაკეთდეს ამერიკის ხელით. საქართველოს რა მოუვა და სხვა ირგვლივ ქვეყნებს რა მოუვა, ეს ამათ არ აინტერესებს. ამას არ აინტერესებს, ეს ზის ახლა ბუნკერში აწკაპუნებს და აქ მისი ჭკუით მემასწავლის ისტორიას.
და მისი ისტორია და მისი ნამოქმედარი არ ახსოვს. არ ახსოვს. აი ეს უბედურება უნდა თამათმა დამართონ მთელ ქვეყანას. არა მარტო საქართველოს. ზოგადად ირგვლივ. და თქვენ უნდა უკრათ ტაში. სად მაქვს ინფორმაცია და ეტუმბოჩკიდან ამოვიღე. რა თქმა უნდა, მიწის რასაც გამოიწვევს და უბედურებას, 1000 უბედურებას გამოიწვევს და ამერიკა ოკეანის გაღმაა და არ დაზარალდება. და ჩემი ქვეყანა და ჩემი ერი შეიძლება თლაც წაილეკოს. და მე უნდა ვიყო ამ დროს, აი ყველა მოღალატე ხართ. აბსოლუტურად ყველა ქართველი, ჯერ ხო უსინდისო და ნაძირალი და ვირთხები ხართ. როგორ შეიძლება ბიჭო ადამიანი იყო იმათ მხარეზე, რომლებმაც 80,000-მდე უდანაშაულო ქალი, ბავშვი საერთო ჯამში დახოცეს, გაასწორეს მიწასთან ღაზაში და 14,500 ჩვილი ბავშვი მოკლეს. ამ ხალხის გვერდით როგორ უნდა იდგე? ამათ როგორ უნდა უჭერდე მხარს? ელემენტარული ადამიანობა აღარაა ხალხო? ელემენტარული? და ამათ უნდა ეძახოთ ძმები? ამათ უკანალში უნდა იყოს შემძვრალი? იმიტომ რომ ვიღაცა რაღაცას გააძალებს? იმისთვის რომ შენ ქვეყანას უღალატო, შენი ქვეყანა დააქციო. უთავმოყვარეოები ხო ხართ? მოღალატეები ხართ სულ ყველა. ჩვეულებრივი მოღალატეები. მიმიფურთხებია თქვენთვის. ვერც გაგიგიათ. იმასაც ვერ ხდება თქვენი დებილი ტვინი, რომ ერთადერთი კორიდორი საქართველოსია დარჩენილი. და აქაობის არეულობა როგორც აერივით ასე უნდათ. ვინა სოროსი? ებრაელი არა? ვინ იყო ჟირინოვსკი, რომ იძახოდით საქართველოს მტერიო ეს და ეს? ებრაელი არ იყო? ვინ არიან ეს ხალხი? ჩამოგითვალოთ სულ ყველა? რა დაუშავა ჩემმა ქვეყანამ ამის პასი რომ ასე ეზიზღება ამ ხალხს ეს ქვეყანა? სულ ებრაელებითაა გავსებული. მთელი მართველი ორგანოები ყველგან. და აქ უნდა უსვა, მე ამგენს თურმე ისა ვეფერო და რამე არ ეწყინოს და ანტისემიტად არ ჩამითვალონ და მადლობა ღმერთს ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ტრამპს ეყო ჭკუა, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, რომ ამ ნაბიჯზე არ არის წასული. ერთადერთი რამაც შეუძლია ირანი დაატორმუზოს, ერთადერთი რითაც შეიძლება ამ ყველაფრის ასე რომ ვთქვათ გაჩერება და დამოხრუჭება მოხდეს, არის ეს უზარმაზარი ბომბი. მეგა ბომბი არის, რომელი ბომბითაც შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. ჯერჯერობით ვერ წყვეტენ. 14 ტონიანი ბომბი არის და გამოიყენება აი ესეთი ობიექტების წინააღმდეგ. სხვას უბრალოდ ფიზიკურად არ აქვს. ახლა აღარა მაქვს იმაზე საუბარი, რომ იქ სანამ მივა, რა თვითფრინავმა უნდა ჩამოაგდოს, რანაირად უნდა ჩამოაგდოს. ისრაელის ცაზე გამოჩნდნენ ბიორები და მსგავსი გამანადგურების მომდამშენები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი იარაღის არება არავინ არ იცის. ეს შეიძლება დღესაა ასე თუ არა, ხვალ ღმერთმა იცის რა იქნება. ნახდათ არავინ არ იცის. ამიტომ მე მოუწოდებ ყველა ნორმალურს. პირველ რიგში კოცებს მინდა გითხრათ. იქნება უდიდესი მცდელობა. იქნება უდიდესი ცდუნება. საქართველოს ტერიტორია იქნას გამოყენებული. თავის მხრივ ირანი არ ზის გულზე ხელდაკრეფილი. ვერ უძლებენ ესენი უკვე ირანის იერიშებს, აღარ შეუძლიათ, იმიტომ რომ იმ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემასაც თავისი რესურსი აქვს მუშაობის და გადატვირთვის ხარჯზე მუშაობს, 1000 უბედურებები არის მოსალოდნელი, ვეღარ იცავენ თავს. აქედან გამომდინარე, დიდხანს ესენი ვერ გაძლებენ. დაიწყეს, არიეს, ააკოთეს, ააყაროლეს ყველაფერი, მაგრამ დიდხანს ესენი ვერ გაძლებენ. ამიტომ უნდათ ამერიკელების კისერზე გადავიდეს ეს ყველაფერი. და უკვე შემდეგ როგორც ხდება. მაგრამ ამას რა მოყვება არავინ არ იცის. ირანი აუცილებლად დაბომბავს ყველა იმ გემს, რომელიც არის სპარსეთის ყურეში. ირანი აუცილებლად დაბომბავს ყველა სამხედრო ბაზას, რომელიც სამხედრო ბაზაც არის განთავსებული საუდის არაბეთში, ემირატებში, ერაყში, სირიაში, აბსოლუტურად ყველგან. ამის წინ თალიბებიდან არენდით აიღეს ეს რა ქვია, ბაგრამის ბაზა და იქაც ალბათ მაგისტვის უნდოდათ, თვითფრინავების განსალაგებლად. თავისთავად საქართველოშიც თუ იქნება
საქართველოშიც თუ იქნება ესა რა ქვია რაიმე ელემენტები განთავსებული, რომელიც ეხება იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ისრაელისთვის იქნება გამოსაყენებელი, ირანი დაბომბავს საქართველოსაც. არავის არ მოერიდება და ეს განცხადება ჰაერზე არ ყოფილა. სპეცსამსახურები საერთოდ ინფორმაციას ომის დროს ოქროს ფასია. ბევრი კითხვა ჩნდება საქართველოს რა ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს, როგორი მიაწოდოს. უამრავი ინფორმაციის მიწოდება არის შესაძლებელი. განსაკუთრებით, როდესაც ირანის ტერიტორიაზე მოქმედებს აგენტურა მოსადის. და უამრავი რაღაცა შეიძლება იქნას საქართველოსთან მიწოდებული. ამიტომ გეუბნებით სავსე არის სუსი მოსადის აგენტები ჩვენთან. და 1000 უბედურება. გეუბნებით ხელისუფლებას გეუბნებით, გააკეთეთ აქამდე ჯერ არ გაგიკეთებიათ არანაირი განცხადება. გააკეთეთ პირდაპირ გამოდით და როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, დაიკავეთ იგივე პოზიცია. რომ საქართველოს არც ერთ მხარეს, არც მეორე მხარეს არ არსებობს, არსებობს ნეიტრალიტეტში და სურს მშვიდობა, მორჩა. და აკეთებს, არა მარტო სიტყვას ამბობს, აკეთებს. ამ დროს აზერბაიჯანში იმყოფებოდა ირანის, ისა რა ქვია, ისრაელის ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც ალბათ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ასევე აზერბაიჯანის ჩართვის შესახებ ამ ყველაფერში. ახლა აზერბაიჯანს თავისი ინტერესები აქვს, თავისი ტკივილი და სიხარული და გემო აქვს, იმიტომ რომ ირანის აზერბაიჯანი ჩრდილოეთი ნაწილი ეს არის აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომელიც ეთნიკურად სარწმუნოებით და ისტორიულად არის ერთიერი და შეიძლება იმასაც ფიქრობდეს, რომ ირანის დაშლის და დაქუცმაცების შემთხვევაში ამ ტერიტორიების ინტეგრაციას მოახდენს აზერბაიჯანის ტერიტორიაში, ეს არავინ არ იცის. და ის რომ ირანის დაშლის სურვილი აქვთ ამათ და ეს ატომური ბომბი და მსგავსი რაღაცები, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი მიზეზი, ისე როგორც ერაყის შემთხვევაში იყო ჩვეულებრივი მიზეზი. ამას ადასტურებს ის, რომ სოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ არ აქვს, ამერიკის დაზვერვა რომ ამბობს, რომ არ მუშაობს, ესენი ამბობენ, რომ მაინც არის. თუნდაც ეს. და სხვა უამრავი ფაქტორი. და რაც შეეხება იმას, რომ ოპერაცია, რომელმაც ამათმა დაარქვეს ესეთი სახელწოდება, რომ ეს ამომავალი ლომი და ესეთი რაღაცები. დააკვირდით ამას. ეს არის ირანის ყოფილი დროშა. ირანის ყოფილი დროშა არის, რა დროსაც ირანს მართავდა შაჰი, რომლის შვილიშვილიც თურმე ახლა სკამის დაბრუნებას ითხოვს და შახობას ითხოვს ირანში, რომელსაც უწევს მხარს ისრაელი, რომელსაც უწევს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. ამათ უნდათ უკონტროლო, ამათგან უკონტროლო ირანი გადააქციონ, ჩვეულებრივ დაჩმორიკებულ, დაჩაჩანაკებულ, გალიბერასტებულ, გაპიდარასტებულ ქვეყნად, რომელსაც არ ექნება თავისი ტექნოლოგიების შექმნის არაფერი, რომლის ქონებაც, რომლის ნავთობის, რომლის გაზის, რომლის რესურსებიც იქნება როგორც შაჰის დროს იყო ამერიკელების და ბრიტანელების ხელში და იქნება დიდი პრობლემა ამოფხრილი მსოფლიოსთვის, როგორც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა თურმე ყოფილა ხსნა და სადამის დამხობის მერე რა მოხდა ერაყში, რა ხდება ახლა, რა ხდება ლიბიაში, რა ხდება სირიაში, ეს არავის არ აინტერესებს. უფრო მეტიც, ის ტერორისტები, რომელი ტერორისტებიც იქ გუშინ იყვნენ ტერორისტები, დღეს ამერიკელების მეგობრები არიან. ტრამპი იყო პირადად ჩასული და მხარზე ურტყამდა ხელს. მოვაშორო ეს დროშა. აი ამ ლომის ნამიოკი იყო ამ ყველაფერი, რომელიც მათ გამოაცხადეს. ამათ აქვთ გეგმა. ამიტომ ეს გეგმა როდესაც არსებობს, რა თქმა უნდა, მის მეზობელ სახელმწიფოებს აქვს ამის ინტერესი, მაგრამ დაიკავეს აზერბაიჯანელებმა ძალიან ბრძნული და ჭკვიანური პოზიცია. ანალოგიური უნდა გააკეთოს საქართველომ და საერთოდ უნდა გაწყვიტოს ყველანაირი კონტაქტები, აი იმასაც ვიყო ჰუმანიტარულ დონეზეც. ჩვენ არ გვჭირდება აქ ებრაელი ტოლვილები, ჩვენ აქ გვჭირდება 20 საუკუნოვანი ძმები ბრჭყალებში, რომლებსაც როგორი საქციელები გააჩნიათ და როგორი ქცევიან
როგორ უყვართ საქართველოს ავლენენ აგერ და როგორ უყვართ ქართველი ერი. მიხედონ თავიანთ პრობლემას თვითონ შექმნეს პრობლემა და გაუმკლავდნენ. აი ეს იყო. ეხლა თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაქვთ, დამისვით, ეცლები გაგცეთ პასუხი და დაგემშვიდობებით. არც პროფესორი მგონია, ჩემი თავი და არც აკადემიკოსი, მაგრამ ჩემი ქვეყნის ფასი ვიცი და ჩემი ქვეყნის მტერმოყვარეც ვიცი და ვინაა ჩემი მეგობარი და ვინაა ჩემი მტერი, ისიც ვიცი და ამიტომ შენ და შენაირები არასდროს ყოფილან საქართველოს მეგობრები და არც არასდროს იქნებიან იჯექი მაგ ბუნკერში და ითვალე რამდენი რამე გადაგიფრენს თავზე ამ ჩემს ფეხებს. არაფერი სიკეთი ამ ხალხს ჩვენთვის არ გაუკეთებია. და ასე დააფასეს ქართველების ღვაწლი. შენახვიდან, სახელმწიფოს შექმნიდან და იმდენი ებრაელის გადარჩენის ღვაწლი. დაჩაგრულ სამშობლოს ის ეშველება, რომ პატრიოტი ხალხი მოვიდეს სათავეში და მაშინ ეშველება ქვეყანას. პატრიოტ ხალხს ფაშისტებს და იმას უძახიან, რა ქვია, ნაცისტებს და ათას უბედურებას და რა გინდა რო ეხმარება პაკისტანიც ეხმარება ირანს, ჩინეთიც ეხმარება ირანს და რუსეთიც ეხმარება ირანს. ეხლა აფრიალებენ ერთ იმას, რა ქვია, დროშებს, რომ მე ასე უთხრა პუტინმა, ასე უთხრა ტრამპმა უთხრა პუტინს, წადი შენ ჯერ შენ თავს მიხედე და ასე მიხედილი აქვს რუსეთს, მიგეშინია შენ უკრაინისთვის. მიხედილი აქვს ძალიან კარგად და ახალობასაც მიხედავს. და თუ კი ეს ომი გაგრძელდა და თუ კი ამერიკელებს ტვინი არ ეყოთ თავში და ცხვირი შეყვეს იმ ყველაფერში, ვიეტნამის ომი ამერიკელებისთვის იქნება იავნანა. ახლა საფრანგეთი რას ეტენება? საფრანგეთის ისეთივე შემეტენი არის იგივე ებრაელების მმართველობის ქვეშ, აბა ვის ხელშია? ფეხებს ვერ მოჭამენ, ამას ვერ უზამენ, იმას ვერ უზამენ, ესენი დაჯდებიან. ვიცა? ერთი ძამი, აი ამ იმგენს რა ქვია? ეს რომელი ქვეყანაა უკაცრავად? ძამი ეს თელავივი ხო არა შემთხვევით? ფეხებს რო ვერ ჭამენ. თელავივი ხო არა შემთხვევით? ფეხები მოუჭმელი. ესა ხო? აი ღაზას რო ასწორებთ მიწასთან, მაშინ უნდა გეფიქრათ, რომ ადრე თუ გვიან თქვენს მოგადგებოდათ ეს ცოდვა. ვერ მოჭამენ ფეხებს. ჩვენ რკინის გუმბათი გვაქვს, ჩვენ ამნაირები ვართ, ჩვენ იმნაირები ხართ. რაც ახართ გამოჩდება აგერ ორ კვირაში. შენ იმის მხარეს ხარ. არავის მხარეს არა ვარ მე ვარ ჩემი ქვეყნის მხარეს. ჩემი ქვეყნის მხარესა ვარ. და კისერი გიტეხიათ ირანსაც და კისერი გიტეხიათ ისრაელსაც. ჩემ ქვეყანას არ უნდა შეეხოს არავინ. თქვენ ხართ დაუნახავი და უმადური ხალხი. ესა სიმართლე, რომელიც ძალიან გწყინთ. და ყველა მოღალატე, აბსოლუტურად ყველა მოღალატე და ნაძირალა, ვინც ახლა ისრაელის მხარდაჭერაზე წივის და კივის. მათხოვარი არაკაცი, ნაბოზვარი. ესაა ჩემი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. არაფრით არ განსხვავდებით LGBT აქტივისტები. ან თქვენი უცოდინრობით არ გადამიღუნოთ ერთიანად, არც თქვენ და არც ფრანგებმა. თქვენი მოსადიანად. წად იმას მიხედეთ, რაც მოისაქმეთ, როგორ ყარს. იმას მიხედეთ.
შეიძლება უკანასკნელი იყოს, რასაც წერ მაგ. რა შენი ტრაკის საქმეა, რატო ვარ და სადა ვარ? რა შენი ტრაკის საქმეა? 3000 წელი გაყრილები იყავით, მიტოვებული ჰქონდათ სამშობლო. სხვა რა შენი ტრაკის საქმეა, მე სადა ვარ და რატო ვარ? ვინ გეკითხება? ვინ ხმარობს რო იხდი? მომივიდა ჭკუის მასწავლებელი. რაც უქენით ჩემ ქვეყანას და რა უბედურებაც დამართეთ, აი ის მოინელეთ ჯერ ის მოინელეთ. აღარა მაქვს საუბარი ამ ყველაფერზე, ამ ღალატზე 2008 წლის ომში იქნებოდა თუ ასე იქნებოდა თუ ასე იქნებოდა. მთელი სამევახშეო ბიზნესი. ყველა ამათ ხელში. მთელი ეს ბანკები, მთელი ეს პროცენტები, მთელი ეს მევახშეობა ქართველების ხარჯზე ცხოვრობ. ქუთაისელი რო ვარ, მიამაყება რომ ქუთაისელი ვარ. შურიანი კი არა ვარ, სამართლიანი ვარ. იმიტომ რომ გიწოდებ იმას რაც ახარ. უნამუსო ხარ და უსინდისო ხარ. და მოღალატე ხარ. და უმადური ხარ. შენც და ვინ შენს ავითაზრონებს ყველა. ხო. და საქართველოს მიმართ რაც ცოდვებით აქვს ჩადენილი, მარტო ეს გეყოფათ, რომ ხმას არ იღებდეთ. მადურის ხალხი ეს. გამეცით ერთი რომელიმე, აქ ხო ხართ ამდენი ებრაელები, ხო ხართ. რატო გვიღალატეთ 2008 წლის ომში? რატო გვიღალატეთ, რატო შეძვერით რუსების ტრაკში? რატო? გამეცით რომელიმე პასუხი. რატო გვიღალატეთ? რატო არ ბლოკავ, კაცო? ქუთაისელი კი არა ხარ, შენ ხარ ურია და ეგდე იქ სადაც აგდი ხარ. ქუთაისელი შენ არა ხარ, შეიძლება ქუთაისელი გაპონოვზე ითქვას. შენ ხარ ურია და აგდი ხარ იქ სადაც აგდი ხარ. და გამეცი პასუხი, რატო გვიღალატეთ 2008 წლის ომში? რატო გვიღალატეთ? რატო მოეკეცით ქართველებს ისე როგორც მოეკეცით? ცხვენი ამას. მე მცხვენია შენარი უმადურები რო იყვნენ აქ 26 საუკუნე. როგორ ვამბობ ამას მე ამ ჩვენ ძმებზე? დამიწყვა კაკაური ხარ. ებრაელი რო ხარ? და რო იცი ქართველს ელაპარაკები და საქართველოს ელაპარაკები, მინიმუმ მადლიერება უნდა გქონდეს. იმ 26 საუკუნის გამო, რომ შეგიფარეს და ანტისემიტიზმი არ იყო. იმის გამო, რომ 3000 წლის უკან გამქრალი ისრაელი აღგიდგინა. იმის გამო, რომ ფაშიზმი ქართველებმა დაამარცხეს და უამრავი ებრაელი გადაარჩინეს, როგორც ერთ მხარეს მეორე მხარეს იმიდან და უამრავი სხვა რაღაცის გამო. მაგრამ თქვენ ხართ უმადურები და უსინდისოები. გველს რაც არ უნდა აჭამო. გამეცი პასუხი. ჩვენ ვართ დებილები, თურმე იარაღის ხმარება ვერ ვისწავლეთ, ხო? ებრაელი და მეომარი ისტორიას არ ახსოვს ისე, ცნობისთვის. საკუთარი სამშობლოსთვის არ გიღირდა სისხლის დაღვრა. აი ამათი დამოკიდებულება და ამათი მეგობრობა. მოკიდეს იარაღი, კოდები რუსებს გადასცეს და ჩვენ გვეუბნებიან თურმე ის არ ვიცითო. ხო, და ჩვენ არ ვიცით თურმე ის რა ქვია და ესა ძმა, ეხლა რამდენის ძმა არის ეს წაკლა. ეს კახპა ეს. რამდენის? მომინდო მაგ ქუთაისლოვი. ეგდე ახლა მაგ იჯექი ბუნკერში და შარდეს ისხლი. და ფერაძე გინდა მაღლაკელიძე შეახსენე რა ამას გინდი წინ მოუსაქმე გინდ უკან. რა მნიშვნელობაა გამისთვის? რა მნიშვნელობაა? ქრისტეს როგორც მოიქცენ ისე მოგექცევია. მტარი გაუცოცხლე თუ გინდა. გამეცი შეწაკლა პასუხი რატო არ ვცემ პასუხს? იმიტომ არ ვცემ არა გაქვს სათქმელი არაფერი. შენ რო სათქმელი ბიჭო, თქვენ რო სათქმელი გქონდით რამე საქართველოს და ქართველების მიმართ ხო დააქცევდით ცივილკივით ქვეყანას.
ნახვი და წაით ახლა ზოგ-ზოგი ერთებს ვისაც ასე ძალიან შეგტკივათ გული ამაცე შეგიძლიათ ისრაელის ჯარში ჩაეწეროთ. მერე მესია თუ იყო და თუ მოევლინა თუ მტრები გაგიცოცხლა თუ გარკურნა თუ სიყვარული გასწავლათ იმიტომ გაყიდეთ და იმიტომ გააკარით ჯვარზე და იმიტომ აიღეთ ხო შთამომავლებაზე ცოდვა და დღესაც რო გკითხოთ მართლები იყავ დედაჩემი არა დედაშენია წაგლა შენი დედაშევეცი ამნაირი რო გაგზარდა უმადური კახპა კარგად ზანდებოდეთ აი ამის თქვა მინდოდა და ქოცებს ვეუბნები ჭკუა გამოიჩინეთ